დღეს გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი. ისეთი მაგარი ამბავიო, აი არ ვიცი რა. აი მაგარი ამბავი. მოკლედ ეს ავტომობილი გვაჩუქა Top Speed-მა. ეს არის ჩვენი BMW 318 Ti კომპაქტი. ავტომობილი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო. აი, ყველაფერს გაუძლო რა. და დღესაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პოპულარული ძარა არის E36, რომელიც გამოიყენება წრიულ ბოლებში, დრიფტში, დრაგშიც, წყვილთარ ბოლაზე, აი, საერთოდ ყველაფერში გამოიყენება. და საქართველოშიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე აი როგორ თქვა რა, საკულტო ძარა არის. ნამდვილად ქართველებს ეს ძარა ძალიან გვიყვარს და ძალიან შეგვაყვარა თავი და ჩემი აზრით BMW, როდესაც აი ესეთ უხეშ ფორმებს უშვებდა და აი ცოტა რაღაცნაირი უხეში ფორმები ქონდა ავტომობილს და ჯერ რაღაც სიმრგვალეში არ იყო ეს დიზაინი წასული. აი, არ ვიცი რა, მე ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი არის E36. ავტომობილს რაც შეეხება, არის 318 Ti M42, რომელიც გამოიმუშავებს 140-155 ცხენის ძალას და არის ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე. და ყველაზე საინტერესო კიდე ის არის, რომ ამ ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ჩვენ არ შევცვლით. დავტოვებთ. რატომ დავტოვებთ და რატომ მაინც და მაინც ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ამასაც გაიგებთ. მარჯვენა რულიანია კიდე ამასაც დავამატებ. ეხლა რა გაუკეთდება, როგორ გაუკეთდება და რას ვაპირებთ, ამას ყველაფერს ნახავთ. ნუ ეხლა Top Speed-ში იმდენი ნაწილები გვაქვს. სპორტული ნაწილი გინდა, ქარხნული ნაწილი გინდა, დაკიდების სისტემა გინდა, სკამი გინდა, საჭე გინდა, ყველაფერი გვაქვს. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა, ჩემი აზრით და მაყურებლებიც თქვენს ძალიან იხალისებთ ამ პროექტით. ჩვენ კიდევ ეხლა გადავინაცვლებთ Top Speed-ში, მივიყვანთ ამ ავტომობილს, შევაგორებთ სერვისში და იქ ჩვენი აჩიკო დაიწყებს რაღაცეებში ხელების ფათურს უკვე. ნუ ცოტა რაღაც სიმძლავრე აქვს დაკარგული და ნუ დაახლოებით უკვე ხვდებით რა პრობლემა აქვს და მაგ ყველაფერსაც გამოვასწორებთ. კოლოფი ძალიან კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ. აი გასაკვირად კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს არის გამოშვებული. ანუ წარმოიდგინეთ, ჩემზე არის 1 წლით დიდი 20 წლის არის და ისევ თავისი ქარხნული კოლოფი აყენია და ისევ კარგად მუშაობს. ანუ აი, არ ვიცი, რო წუწუნებთ ხოლმე, რომ BMW ფუჭდება და ცუდი ავტომობილია. ანუ ალბათ თქვენ ხართ ცუდი პატრონები და მაგითო გიფუჭდებათ ხოლმე, თორე რა ვიცი, თავისი ქარხნული ძრავიდებს, თავისი ქარხნული კოლოფი აყენია, 20 წლის არის და ნუ შეძლების დაგვარად ეხა ნუ კი შეიძლება პირდაპირ ვიტყვი ესე უხეშად, ცოცხით არის შეღებილი თქო, მაგრამ რო შეხედავ დაახლოებით 2 მეტრის დისტანციიდან ძალიან კარგად გამოიყურებ. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. ბევრს არ ვილაპარაკებ, ასე ვთქვათ და დანარჩენს ნახავთ ტექნიკურ სერიებში. მოკლედ, გვექნება 2 ტექნიკური სერია, როდესაც ამ ავტომობილის აწყობას დავიწყებთ და შემდეგ უკვე გაგიმხელთ იმ საიდუმლოს, თუ რისთვისაც შევიძინეთ ეს ავტომობილი.